ამ კარების უსაფრთხოება დაიკავეთ, შენ ხო გიკავია უსაფრთხოება და ამაში რო შემოდიხარ რა. ჯარში უკვე 16 წელია მსახურობს. ამბობს, რომ პროფესია ბავშვობიდან ჰქონდა არჩეული. ამაყობს, რომ ქართულ ჯარშია. სერჟანტი გიორგი ქათამაძის თქმით, ჯარისკაცის წარმატების წინაპირობა პასუხისგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი გრძნობაა. თითოეული დღე ჩემთვის ჯარში არის ყოველივე ახალი შემძენი, ყოველივე ახალი შემატებელი და მე რო სხვაგან ვიარო თუნდაც ერთი დღით, ორი დღით, სამი დღით, მაშინ ჩემთვის ის დღეები, გავლილი დღეები იქნება ფუჭა ჩავლილი სამხედრო სამსახურში. სერჟანტი ამჯერად ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისზე ავღანეთის მისიაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სამხედროებს წვრთნის. საცეცხლე ვარჯიშები, ნავიგაცია, გადაადგილების ხერხები. ჯარისკაცებს ჯერ ინდივიდუალური გაკვეთილები უტარდებათ. შემდეგ კი ჯგუფურ მოქმედებებს 10-ეულის, 20-ეულის და 100-ეულის დონეზე გადიან. რიგითი ანდროჯიბუტი ერთ-ერთია იმ სამხედროთაგან, რომლებსაც სერჟანტი ქათამაძე ამზადებს. ჯარისკაცის თქმით, ავღანეთის მისიაში მონაწილეობა კარიერული წინსვლის საწინდარია. ინსტრუქტორები მაქსიმალურად განმოგვცემენ თავიანთ გამოცდილებას, რათა ეს ნასწავლი და თავიანთი გამოცდილებიდან გადმონაცემი გამოგვადგეს ავღანეთის სამშვიდობო მისიის შესასრულებლად. ჩემთვის ავღანეთის მისია, როგორც სამხედროსათვის, არის პერსპექტიული რა, რათა ჩემი სამხედრო კარიერა გავაგრძელო წარმატებით. შევაჩვეულებრივად როგორც იქ შენობაში აისაფის მისიის მორიგი მონაწილეები წვრთნებს ამჯერად 20-ეულის დონეზე გადიან. სერჟანტი ქათამაძე ამაყობს, რომ ქვეყანას პროფესიონალ სამხედროებს უსწრდის. ჩემი დიდი პატივი არის, რომ მე მსახურობ შეიარაღებულ ძალებში და ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ესეც დიდი პატივი არის ჩემთვის, რომ მე უმზადებ ქვეყანას ისეთ საამაყო შვილებს, რომლებიც ღებულობენ მონაწილეობას სხვადასხვა მისიებში, ეს ავღანეთი იქნება, კოსოვო იყო თუ ერაყი იყო. აქ უსაფრთხოება დაიკავეთ. ჯარისკაცის ცხოვრების სირთულეები არ აშინებს. სამხედრო სამსახურის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა მოუწია. არ ნანობს და განმარტავს, რომ პროფესიის არჩევისას აღნიშნული გააზრებული ჰქონდა. ყოველ დღე არის მით უფრო რთული და რთული, მაგრამ ყოველდღე საღამოს რო შეხედავ თქვენ დღეს, გავლილ დღეს მიხვდებით, რომ თქვენ ბევრი კარგი გააკეთეთ, იმით რომ რამდენ ომსაც დაღვრი, იმდენი ჯარისკაცი დაგვიბრუნდება ცოცხალი სამშობლოში. გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა. ეს სამხედრო ცხოვრების ის პრივილეგიაა, რომელსაც ხალხში ჯარისკაცის ფორმა იწვევს. სამხედრო მოსამსახურეები ამბობენ, რომ ეს მათი შრომის საზღაურია. ჩემ მერმა იცის, რომ მათ ყავს სამხედროები და ისინი დიდი მოწოდებით მაფასებენ, სადაც შეხვდები, ჩემთვის მე დიდი სიამაყით დავდივარ, მაგალითად სამხედრო ფორმა როცა მაცვია, ყველა ძალიან დიდი სიყვარულით ხვდება. მათთვის პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, გიორგი ჯარში სამსახურს ურჩევს. ამბობს, რომ აირჩიო პროფესია ჯარისკაცი, ნიშნავს იყო ყოველთვის დაფასებული ქვეყნის, ერის და ოჯახის თვალში.